მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა საქმე და მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. დღეს უნდა ვისაუბროთ მოქალაქესა და ბიუჯეტზე. ზოგადად აქვს თუ არა შესაძლებლობა რიგით მოქალაქეს და თუ აქვს ეს შესაძლებლობა რა ფორმით მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის თუ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში. საკუთარი ხმა მიაწვდინოს ხელისუფლებას, რათა ბიუჯეტის დაგეგმვისას პრიორიტეტებში იყოს გათვალისწინებული ასევე მოქალაქეების ინტერესები. ალბათ ბევრი თქვენგანი, ვისაც აქვს ხშირი შეხება ინტერნეტთან, შენიშნავდა, რომ გამოჩნდა სამთავრობო ვებ გვერდებზე ერთგვარი ფანჯარა, სადაც არის მითითებული, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ქვეყნისა თუ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში. საკუთარი პრიორიტეტები გაწეროს და ამით ერთგვარად საკუთარი ხმა მიაწვდინოს ხელისუფლებას. საინტერესოა, რამდენად იყენებენ ამ ყველაფერს, ამ შესაძლებლობას მოქალაქეები და რამდენად ჩართულები არიან ბიუჯეტის დაგეგმვაში. რადგან ხშირად მოქალაქეების მხრიდან გვესმის პრიორიტეტები, რომ ხარჯების ნაწილი არ იყოს სწორად გაწერილი, არ იყო მიმართული მოსახლეობის ინტერესების, მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად გადავწყვეტეთ, რომ ამ თემას მიუძღვნათ დღევანდელი ჩვენი გადაცემა და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმრები, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ქეთი კრიალაშვილი და ვაჟა კაპანაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში არიან ჩვენი სტუმრები. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი გახლავთ ევროპის ფონდის პროექტი თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის და ეს გადაცემა მხარდაჭერილია ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მიერ. ჩვენი ტელეფონის ნომრებია 237 103 238 139. შემოგვიერთით გადაცემის სრულობისას. ძალიან საინტერესოა თქვენ თუ გქონიათ სურვილი, ან თუ გქონიათ მაგალითად მცდელობა იმისა, რომ მიგეღოთ მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში, თქვენ როგორც მოქალაქე, როგორ ფიქრობთ, რამდენად ასახავს ქვეყნის ბიუჯეტი, მისი ხარჯვითი ნაწილი თქვენს საჭიროებებს და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ, ან ისარგებლეთ შემთხვევით და ჩვენ სტუმრებს დაუსვით შეკითხვა პირდაპირ ეთერში. ქეთი კრიალაშვილი, ვაჟა კაპანაძე არიან ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ხალბატონო ქეთი, თქვენგან მინდა დავიწყო. ზოგადად როდესაც საუბრობთ მოქალაქესა და ბიუჯეტზე, პირველი ასოციაცია თქვენთვის როგორია? მოქალაქე და ბიუჯეტი, რა კავშირი არსებობს ამ ორ დავუშვათ ცნებას შორის? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელს. პირველ რიგში ბიუჯეტი არის ქვეყნის ბიუჯეტი, ეს არის თანხები, რომლებიც უნდა მოხმარდეს თითოეულ მოქალაქეს მის კეთილდღეობას და ბუნებრივია უნდა იყოს გათვალისწინებული მისი მოთხოვნები. ძალიან საინტერესო იქნება, არსებობს თუ მე პირადად არ ვიცი სამწუხაროდ, არსებობს თუ არა კვლევა და იგივე ის სამთავრობო სექტორები, რომლებსაც აქვთ იგივე ინტერნეტში ეს ფანჯარა, აქვთ თუ არა მონაცემები, რამდენი ადამიანი იყენებს ამ ფანჯარას და მოსახლეობის რა ნაწილთან ხდება კომუნიკაცია ამ კუთხით, იმიტომ რომ ბუნებრივია თქვენ საუბრობთ, ჩვენ არ გვაქვს საუბარი მხოლოდ თბილისზე, რეგიონებზე, რამდენად ხელმისაწვდომია თვითონ ინტერნეტი, რამდენად იციან ადამიანებმა ამის შესახებ, ესეც ძალიან საინტერესო იქნება. მეორეც, ჩვენ როდესაც საუბრობთ ბიუჯეტზე, ბიუჯეტი არის ერთი მხრივ წინასწარ დაგეგმვა და მეორე მხრივ ხარჯების ნაწილი და თქვენ ნახავთ, რომ ინფორმაცია თვითონ სახელმწიფო სექტორში ზოგადად მის ხარჯების ნაწილის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. კონკრეტულად ორგანიზაციები არსებობენ საქართველოში, რომლებიც მუშაობენ და ითხოვენ საჯარო ინფორმაციას, თუმცა მათი მიწოდება რამდენად ხდება, რამდენად სრულად ხდება ინფორმაციის მიწოდება იგივე ამ არასამთავრობო სექტორისთვის, ესეც კიდევ მეორე საკითხია ის, რომ მოითხოვო ამისთვის საჭიროა, რომ ჯერ იცოდე რა ხდება, როგორ ხდება და როგორ იხარჯება. ამის ხელმისაწვდომობის პრობლემაც არის დღეს. კი ბატონო ვაჟა, თქვენ მინდა გკითხოთ, ზოგადად აი თქვენ როგორც ეკონომისტი, მოქალაქეები ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ ეკონომისტები ცოტა უფრო სპეციფიკური ენით საუბრობენ და ენა და ტერმინოლოგია, რომელსაც ისინი იყენებენ საუბრისას, მოქალაქეებისთვის ცოტა გაუგებარია. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეკონომისტები ყოველთვის სწორედ ისეთ თემებზე საუბრობენ, რომელიც მოქალაქისთვის ასევე ძალიან მტკივნეული და ახლობელი არის.
რამდენად იცნობს მოქალაქე, რას გულისხმობს თავად ტერმინი ბიუჯეტი და რამდენად იცის ისეთი დეტალების შესახებ, როგორიც არის ნაერთი ბიუჯეტი, სახელმწიფო ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი, რამდენად გათვითცნობიერებულია, რადგან ინფორმირებული მოქალაქე ნიშნავს იმას, რომ უფრო შეიარაღებული მოქალაქეა, მეტი ინფორმაცია აქვს, მეტად შეძლებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. რამდენად შეიარაღებულია ინფორმაციით დღეს ჩვენი მოქალაქე? მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. რა თქმა უნდა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მე მონაწილეობა მაქვს საბიუჯეტო პროცესების, ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე, როდესაც საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბიუჯეტი. იყო პერიოდი ჰიპერინფლაციური სპირალში ვიმყოფებოდი და აზრი არ ჰქონდა ბიუჯეტის გაკეთებას, იმიტომ რომ ციფრები დღეს დასმული ციფრები მეორე დღეს არარეალური იყო. სამწუხაროდ ეს პროცესიც გავიდა. ასევე ჩვენ გვავიწყდება, რომ ჩვენ გვაქვს საბჭოთა მემკვიდრეობა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მთავრობა ყველაფერს განაგებდა და მოსახლეობისთვის არაფერი არ იყო საჭირო, ასე რომ ცოდნოდა მოსახლეობას. ანუ რა, მთავრობა ყველაფერს განსაზღვრავდა, წყვეტდა და ზრუნავდა. ასე ვთქვათ მოსახლეობაზე და მოსახლეობამ არც კი იცოდა რომ არსებობდა ესეთი ბიუჯეტი რომელიც მის კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. სულ სამწუხაროდ რამოდენიმე 2000 წელია რაც ასე ვთქვათ ბიუჯეტმა შეიძინა ის რეალური მნიშვნელობა რაც მართლა უნდა კონდეს მას და რისთვისაც ის არის ასე ვთქვათ მოგონილი და ჩამოყალიბებული. ეს არის ის საჯარო ფინანსები რომელიცაც ჩვენ ყველა გადასახადის გადამხდელი ვიხდით და ვაძლევთ ამას მთავრობას და მთავრობამ შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად უნდა ჩამოაყალიბოს ის ხარჯები რომელიც ჩვენთვის იქნება პრიორიტეტული. ეხლა თქვენ ბრძანეთ რომ ამ სამ დონის ბიუჯეტებს შორის რა კავშირია. რა თქმა უნდა პროცესი ეს დინამიური იყო, სულ ვითარდებოდა და მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მე თავს არავის არ ვახვევ, იმისათვის რომ წინა ხელისუფლებას უფრო მეტი თავისუფლება და ლავირების საშუალება ჰქონოდა 2009 წელს მიღებულ საბიუჯეტო კოდექსში გარკვეული ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც უფრო მეტ თავისუფლებას აძლევდა და ასე ვთქვათ, ესეთი როგორ გითხრათ, აი მიზანშეწონილობის, საკუთარი მიზანშეწონილობის მიზნით გადაეწყვეტა მთელი რიგი საკითხები. თუ ეს საინტერესო იქნება, ამაზე შემიძლია ვისაუბროთ, მაგრამ რაც შეეხება ბიუჯეტის დონეებს შორის, აქაც თქვენ როგორ არის ესეთი გამოთქმაა, რომ ეშმაკი დეტალებშია და ზუსტად ამ დეტალებში უნდა ჩავიდეთ, როდესაც საკითხს ვაანალიზებთ. რამე თუ ადგილობრივი ბიუჯეტი პრაქტიკულად დაუტოვეს ეს არა მარტო საბავშვო ბაღებისა და ასე ვთქვათ მიმდინარე ესეთი სოციალური ხარჯების მუხლებ. მეტი აბსოლუტურად მათ არაფერი აქვს. ესეც აბსოლუტურად ცენტრალური ხელისუფლებიდან გადაეცემოთ. ინფრასტრუქტურული პროექტებიც კი, რომელიც ადრე ასე თუ ისე მესმის რომ გარკვეულწილად ეს კორუფციული ისიც იყო სქემა, ადგილობრივი ეს მაჟორიტარი დეპუტატები ამაზე იყვნენ ჩასაფრებულები, რომ როგორღაც თავიანთი რაიონებისთვის რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტები ასე ვთქვათ გამოეძალათ ფინანსთა სამსჯავრო ცენტრალურ ხელისუფლებას და მე რაღაც საკუთარი ინტერესები ქონოდათ, მაგრამ ეხლა რა გააკეთა ახალმა ხელისუფლებამ? ეს ასე ვთქვათ, ეს პროექტები წამოიღო ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მათ აბსოლუტურად მოუკლა. ჩვენ რომელ ხალხის ჩართულობაზე ვლაპარაკობთ? თბილისში, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო წყვეტს რომელ რაიონში რა ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა გაკეთდეს. ხომ აბსურდია, რასთვის ყავს ჩვენი საკრებულო, რასთვის ყავს ჩვენი გამგებელი. ეს მარტო ის კი არ არის, რომ შედეგით სახეზე გვაქვს როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში. რა თქმა უნდა და ეს რა არის იცით კიდევ, ეს მარტო ამ ფინანსურ საკითხებს კი არ უკავშირდება, პოლიტიკურ საკითხებსაც კი უკავშირდება. პრაქტიკულად იქ პოლიტიკური ცხოვრება აღარ არსებობს. იმიტომ რომ ისინი არიან მარტო ნომინალური პირებს წარმოადგენენ, ასე ვთქვათ, პიროვნებს, რომლებიც არაფერს არ წყვეტენ და თავისთავად ცხადია პოლიტიკასთანაც პრეტენზია არ აქვს და პირიქით უფრო კორუფციული ის გახადა ამან ეს, იმიტომ რომ პრაქტიკულად მიეცათ ფინანსები და თვითონ არაფერს გის არ აქვს. გასაგებია, რეგიონებზე მინდა ცალკე ვისაუბროთ, აუცილებლად, ესეც ძალიან საინტერესო თემაა, თუმცა მანამდე მსმენელი გვყავს ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა ბატონო ემა. მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ სტუმრებს და ესეთი კითხვა მაქვს. აი თქვენ რო დასვით ბატონო ემა კითხვა, როგორ უნდა მიიღოს მოსახლეობამ ბიუჯეტის დაგეგმარებაში მონაწილეობა. ჩვენ ბიუჯეტის დაგეგმარებაში მონაწილეობას ვიღებთ ევროასოციაციების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როდესაც ვთქვით რომ
დღევანდელი ევროპული ქვეყნების ბიუჯეტი არის სოციალური ბიუჯეტი. მათ მანამდე ჰქონდათ კაპიტალისტური ბურჟუაზიული ბიუჯეტი, რომელიც პრაქტიკულად მოიშორეს სოციალისტური საბჭოთა კავშირის ხელშემწყობამ. და ჩვენ რო ვიცით რომ ესე იგი იმ ბიუჯეტით სახელმწიფო მოხელეს ევროპაში, რომელიც პატრიოტიზმით არის აღწევილი საკუთარი დემოკრატიული სახელმწიფო და არ აქვს აღჯერ მეტი ხელფასი ვიდრე პენსიონერს და წარმატების შემთხვევაში ის იღებს პრემიას, იქ ამას არავინ არ აკრიტიკებს. ჩვენც ანალოგიის მომხრევართ, მაგრამ ჩვენ როცა გვეუბნებიან რომ ბიუჯეტის სახელმწიფოში მოდიან მოყავთ ხელისუფლების ისეთი წევრები, მოქალაქეები, რომლებიც ბანკების ყოფილი თანამშრომლები არიან და ხელფასი იქონდათ 10, 15, 20, 30,000 რაღაც კერძო ფირმებიდან და ისინი უკვე მიშვეულები არიან ბევრი ფულით ცხოვრობად და დამონებულები არიან ფულის სიმრავლეს. როგორ შეიძლება ჩვენ დავგვეკვოთ ბიუჯეტი, როცა იმათმა ეცენ რისთვის მოიყვანეს რაღირებულების, მაგრამ მათი ჩვენთვის არასასრული წარსულის გამო ისინი ითხოვენ ბიუჯეტის ყოლეფვას თავიანთ საკუთარი კეთილდღეობისა იმ გავლენების შესაძლებლად და გასწორებად, რომლის გამოც ისინი მოდიან, იმიტომ რომ ჩვენ ავთით დეკლარაციაში როცა მოდიან, ვის ბინა აქვს საკიდი ძილადღებული, ვის მანქანა, ვის აგარაკი და ვის შემდეგ და ეს მე აღმოჩნდება ხოლმე. ან მე რჩება ხოლმე სურვილი და აი ჩვენ როგორ შეიძლება დავგვიგოთ ბიუჯეტი, როცა ბიუჯეტი არის არჩევნების შემდეგ ხოლმე უკვე მოღალატეების ხელში. გინდა თავიღოთ საზოგადოებრივი მაუწყებლობა. 7,000 ბორდის წევრს, რაც თქვა ქალბატონმა დოდოშონოვა. შეიძლება კონდეს მინისტრია ბორდის წევრი, აი თქვენთან ქალბატონებმა 7,000 ხელფასი ვინმეს პალიტრაში აქვს. არ ვიცით ჩვენ ერთმანეთის ხელფასები ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ასეთი მაღალი ხელფასი კერძო ორგანიზაციაში არ მგონია კონდეს ვინმეს. ხო, აი როგორ უნდა დავეგოთ ჩვენ ბიუჯეტი, როცა ბიუჯეტი ხდება არჩევნების შემდეგ ყაჩაღების და მძარცველების აგვიხსენით. გასაგებია. ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან აქტუალური თემაა ხარჯვითი ნაწილი, განსაკუთრებით ხელფასები, პრემიები, დანამატები, ადმინისტრაციული ხარჯები, ბიუროკრატიისა, ამაზე ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ, თუმცა მე ბატონ ვაჟას ვუყურებდი, მას სურვილი აქვს რომ გიპასუხოთ. აი ჩემი იმ საუბრიდან გამომდინარე ზუსტად სწორედ აღნიშნა მსმენელმა რომ ესა რას უნდა ჩაერთოს პრინციპში ყველაზე ეს ასე ვთქვათ ისეთი გამჭვირვალე უნდა იყოს ადგილობრივი ბიუჯეტები, რომლებშიც მოსახლეობა ეს ხო მათი უშუალოდ შეხების ისა რა პროექტები, რომლის ასე ვთქვათ ჩამოყალიბებაში და გადაწყვეტაში თვითონ ნაღებულობდნენ მონაწილეობას, მაგრამ მოდი ავიღოთ ახლა ეს შეხედულება მაგალითად მე მსმენია ბატონო ვაჟა ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც რაიონის გამგებელს, სოფლის გამგებელს უფრო სწორედ ჩაუტარებია რაღაცა კრება მოუწევია და მოსახლეობისთვის უკითხავს, რომ ჩვენ გვაქვს დაფინანსება გამოყოფილი გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და რა არის ამ შემთხვევაში თქვენთვის პრიორიტეტული გავარემონტოთ სკოლა, გზა დავაგოთ, რაღაცა იქ დარბაზი შევაკეთოთ. აი ესეთი შემთხვევების შესახებ ნამდვილად გამიგია. ესე ცენტრალური ხელისუფლების აქ საქმე რა არის? ესე ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა. ისინი ისევ ამ სამინისტროსთან აკეთებენ ამ განაცხადებს და არა თავის უშუალოდ გამგეობაში. გამგეობა ხომ გეუბნებით, გამგეობის ბიუჯეტი არის მარტო საბავშვო ბაღების და სოციალური დახმარებების ისა ბიუჯეტი. იქ არ არის არავითარი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ან რაღაცა ესეთი ახალი პროექტების იმზე, რაც არ გინდა ინიციატივა გამოიჩინოს ადგილობრივმა მოსახლეობამ, რესურსი არ აქვს, იმიტომ რომ ის არის დამოკიდებული ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერზე. მას საკუთარი შემოსავლებიც კი არ აქვს. აქედანა ყველაფერი არის ამ დონეებს შორის გამიჯვნის საკითხი, რომელიც აქილევსის ქუსლი იყო სულ. იყო ამის პროცესი, როცა დეცენტრალიზაცია მიდიოდა და ეს პროცესები მიდიოდა 74 წლიდან პირველი ბიუჯეტი, შემდეგ სულ იდგმებოდა ნაბიჯები, რომ ადგილობრივი ბიუჯეტები ყოფილიყვნენ უფრო მეტად სუვერენულები, მაგრამ 2004 წელს გლის შიშით ესაო, რა ქვია, რომ კორუფციაო და ესა აბსოლუტურად ყველაფერი წაართვეს ამ ბიუჯეტებს და აბსოლუტურად მოუსწრეს ესა, რა ქვია, ლავირების საშუალება. ამაზეა საუბარი, იქ რა თქმა უნდა არ განვითარდება საბიუჯეტო პროცესი. აი ეს ხელფასებიც იქიდანაა, იმიტომ რომ ის ადამიანები სხვას ვერაფერს ვერ ხედავენ, მას გავლენ აქვს, რომ საკუთარი კეთილდღეობისთვის დაინიშნონ ეს ხელფასები და მიიღონ პრემიები. იმიტომ რომ სხვა გავლენას ეკონომიკურ პროცესებზე ვერ ახდენენ. სახელმწიფო ბიუჯეტი როგორც ქვეყნის ჯიბე ყოველთვის ხდება ხოლმე დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებისთვის, ასე ვთქვათ, ურთიერთბრალდებების საგანი. მაგალითად, ოპოზიცია ყოველთვის ამბობს, რომ არარაციონალურად ხარჯავს ხელისუფლება ბიუჯეტს და არ ითვალისწინებს რეალურ პრობლემებს და არ არის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული. მაშინ, როდესაც პირიქით ხელისუფლება ყოველთვის
ამბობს, რომ ბიუჯეტი სწორედ პრიორიტეტების და ქვეყნის საჭიროებების, მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით გაიწერა. და შედეგი დგება მაშინ, როდესაც მოსახლეობა საკუთარ თავზე გამოცდის, დაუშვათ რამდენად იყო მას ის სოციალური დახმარება, რომელიც ბიუჯეტიდან მიიღო, რამდენად იყო მას ის პენსია, რომელიც ბიუჯეტიდან მიიღო, ან სკოლის პედაგოგმა ხელფასი, რომელიც ასევე ბიუჯეტიდან დაერიცხა და ასევე ამ ყველაფერს ადარებს იმასთან, თუ რა გადასახადების გაღება უწევს მას როგორც მოქალაქეს, ან შეგვიძლია იგივე დაუშვათ ბიზნესზეც ვილაპარაკოთ, რადგან სწორედ გადასახადების აკრეფით ხდება ბიუჯეტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის შევსება. გადაცემის მეორე ნაწილში ქალბატონ ქეთისთან მინდა ვისაუბრო ამაზე, რამდენად არის ინფორმირებული მოსახლეობა და ვინ უნდა მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირება იმ უფლებების შესახებ, რომელიც მას ბიუჯეტთან დაკავშირებით აქვს. დაგველოდოთ რამდენიმე წუთში გიბრუნდებით ეთერში. გადაცემა საქმე დაბრუნდა ეთერში, შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი საუბრის თემა გახლავთ მოქალაქე და ბიუჯეტი. შეუძლია თუ არა რიგით მოქალაქეს მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვაში, როგორ და რამდენად ეფექტურია მოქალაქის ჩართულობა, როგორია მოსახლეობის ინფორმირების დონე საბიუჯეტო სახსრების განკარგვასა და ხარჯებთან დაკავშირებით და ვინ ახდენს მოსახლეობის ინფორმირებას და რამდენად საკმარისია ბიუჯეტის გამჭვირვალობა. სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, მინდა შეგახსენოთ, რომ ქეთი კრიალაშვილი ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია, დღეს ჩვენი სტუმარი, ასევე ვაჟა კაპანაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში და აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი გახლავთ ევროპის ფონდის პროექტი თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის და ეს გადაცემა მხარდაჭერილია ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მიერ. აქვე შეგახსენებთ, რადგან მოქალაქესა და ბიუჯეტის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ანუ ეს თემა ბუნებრივია ნებისმიერ თქვენგანს ეხება. ჩვენი ტელეფონის ნომრებია 237 103 238 139. რეკლამის დროს ძალიან სწორად აღნიშნა ბატონმა ვაჟამ, რომ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში სწორედ მაშინ ახსენდებათ ბიუჯეტი, როდესაც გარკვეული საჭიროება ხდება იმისა, რომ თანადგომა გამოუცხადოს სახელმწიფომ. გასაგებია ამ შემთხვევაში მოსახლეობის რეაქცია, მაგრამ უფრო მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ, თუ რა თქმა უნდა ხელისუფლებაც ყურს დაგვიგდებს და არა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დავინტერესდეთ ბიუჯეტის, კი ბატონო, ბიუჯეტის სახსრებით, როდესაც გაგვიჭირდება, არამედ ეს ჩართულობა გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს. სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ სტუმრებთან ერთად და ბატონო ვაჟა, სანამ თქვენთან გადმოვიდოდი ამ შეკითხვით, მანამდე ქალბატონ ქეთის მინდა ვკითხო. ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრი სწორედ განათლებას ვეხებით ამ შემთხვევაში რამდენად არის ინფორმირებული მოსახლეობა იმ უფლებების შესახებ, რომელიც მათ აქვთ ბიუჯეტთან დაკავშირებით. ვისაუბროთ როგორც ქალაქის ტიპის მოსახლეობის, ასევე რეგიონების ჭრილში. გადაცემის დასაწყისში თქვი, რომ ინფორმირებულობა ეს არის რეგიონებში განსაკუთრებით, სწორედ ის, რომ ინტერნეტთან კონდეს ხელმისაწვდომობა და სწორედ ინტერნეტის საშუალებით ხდება მოსახლეობის უშუალო კავშირი დღეს უკვე გარკვეულ გადაწყვეტილების მიღებ პირებთან და არ არის საჭირო უშუალო კომუნიკაცია, თუმცა განათლების დონე ბუნებრივია, რომ საკმაოდ დაბალია და საზოგადოებამ არა მარტო ამ კუთხით, არამედ ზოგადად ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით არ იცის, რისი უფლება აქვს, რისი პასუხისმგებლობა აქვს ზოგადად თავის ქვეყნის წინაშე. მაგრამ მეორე თემა, პირიქით რომ შევხედოთ ამ საკითხს, იმისათვის რომ ბიუჯეტი დავგეგმოთ, ჩვენ გვინდა გარკვეული სტრატეგია, ხომ? გვაქვს თუ არა სტრატეგია, ეგრეთ წოდებული 20-20, რომ შეიქმნა, აბსოლუტურად აცდენილი ვართ რამდენიმე წლის მერე. სტრატეგია არ გვაქვს, სტრატეგიული სექტორი რა გვინდა, როგორი ქვეყანა გვინდა მივიღოთ. გვინდა რომ თქვათ ჩვენი პრიორიტეტი იყოს ოფლის მეურნეობა, იყოს განათლება, იყოს თავდაცვა. ამის პრიორიტეტები დღეს მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეულწილად გაცხადებული, რეალურად არ არის. რამდენად იყო თუ ჩვენ შევათანხმებთ დღეს მოსახლეობასთან რა უნდა იყოს პრიორიტეტი, ქვეყნის დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სმენელის ალბათ ამეთანხმება, რომ ეს იქნება აბსოლუტურად ორიენტირებული სოციალურ პოლიტიკაზე. სოციალურ პოლიტიკაზე ორიენტირებულმა ბიუჯეტმა რა მოგცა? მივიღეთ ის, რომ რამდენიმე წელიწადში უკვე ეს ჯანდაცვამ ძალიან საბიუჯეტო სახსრები, ეგრეთ წოდებული საბიუჯეტო სახსრები ჩაყლაპა და რისგან ივსება ბიუჯეტი? ივსება ბიზნესისგან. ბიზნესმა უნდა შეძლოს გარკვეულწილად ამ ბიუჯეტის და გადასახადის განამხტელებისგან, ხომ? ვეღარ ვითარდება ბიზნესი, ხვდებით და ვიგებთ ინფორმაციას ყოველდღიურად, რომ ბიზნესები იხურება, ბიუჯეტი აღარ ივსება იმ დონეზე და თავრობა იძულებული არის გარკვეულწილად წავიდეს სხვა გზით და
შემოიტანოს გარკვეული ცვლილებები და გაზარდოს ეგრეთ წოდებული გადასახადები, რომელიც ისევ და ისევ ბიზნესს აწვება. მოსახლეობას და ბიზნესს რა მივიღეთ? სახელმწიფომ თქვენ დაიწყეთ საუბარი ეგრეთ წოდებული ხარჯვით ნაწილზე. სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ ხარჯვითი ნაწილი გაზარდოს, ის შეამციროს უფრო სწორედ ეგრეთ წოდებული 10%, რომელსაც მასობრივი გათავისუფლებები მოყვა და სამწუხაროდ ეს ადამიანები საწავიდნენ, ეს ადამიანები არიან იგივე გადასახადის განმხდელები, სადმიდიან, აწვევიან ისევ იმ სოციალურ ბიუჯეტს. შეიძლება ვიღაცა იყოს ამ გათავისუფლებულ ადამიანთა შორის ისეთი, რომელიც ერთადერთი იყო ოჯახში, თქვათ, ფინანსური მხოლოდ ის იყო, თქვათ, ოჯახის მარჩენალი. ესეც მეორე მხრივ აწვება ისევ სახელმწიფო ბიუჯეტს. რა შედეგებს მივიღებთ ამის შემდეგ? იმიტომ რომ ამ ადამიანებს დაჭირდებათ სხვა სოციალური დახმარებები, სხვა იგივე ბიუჯეტიდან გარკვეულწილად თანხები. და ჩვენ არ ვიცით რის საფუძველზე, რა სტრატეგიით და რა პრიორიტეტით მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება, იმიტომ რომ საით მიემართება ეს თანხები აბსოლუტურად გაურკვეველია და ერთს დავამატებ. ამან ყველაფერი თქვენ როგორც თქვით, გამოიწვია გარკვეულწილად რაღაცა ხარჯვითი გადასახადების ზრდა, მივიღეთ თქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მაღალი გადასახადის გადამხდელი არის ნავთობ კომპანიები, მივიღეთ ნავთობზე ფასების ზრდა, ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველი არის იგივე სახელმწიფო. ეგ იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ერთი დასაქმებულ და ხარჯზე გადაიტანა ხარჯვითი ნაწილი გაზარდა ამ კუთხით. გვჭირდებოდა კი ის, რა შედეგს მივიღებთ, რატომ წავედით ამ გზით და აბსოლუტურად ამაზე პასუხები არ არსებობს. მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ ჩვენ ვამცირებთ ეგრეთ წოდებულ ხარჯვით ნაწილს, მაგრამ რის ფონზე და გარკვეული ადამიანების ფონზე, რომელთა თანხებიც გადავა სხვა მხარეს. გასაგებია, ბატონო აჟა, გავაგრძელოთ თემა. მოქალაქე და ბიუჯეტი, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ სარეკლამო ჭრის დროს და მინდა რომ ეს თემა განვავრცოთ, რომ სამწუხაროდ მოქალაქეებს და გვაქვს ამის არაერთი მაგალითი, თბილისის მაგალითზე, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულები, ახლა სავაჭრო ცენტრის გადაწვის თუ ასე ვთქვათ, სტიქის ხანძრის შემდეგ დაზარალებულები, ეს ორი თვალსაჩინო მაგალითია, სამწუხაროდ ბევრი არის ასეთი მაგალითები. უფრო მცირე მასშტაბებით, როდესაც დგება საჭიროება მოქალაქისთვის, რომ გარკვეული დახმარებისთვის მიმართოს ბიუჯეტს. და კიდევ ერთ დავამატებდი, კიდევ როდის შეიძლება გაახსენდეს მოქალაქეს ბიუჯეტი და თავისი უფლებები, რომელიც ბიუჯეტთან დაკავშირებით აქვს, ეს გამახსენა ჩვენი მსმენელის ზარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ არარაციონალურად ხდება ხელფასებზე, სხვადასხვა მომსახურებაზე, ბიუროკრატიაზე ხარჯების განკარგვა ბიუჯეტიდან. ამ ყველაფრის ფონზე რით არის ეს გამოწვეული, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ აქვს ესეთი დამოკიდებულება, შედარებით გულგრილი დამოკიდებულება მოქალაქეებს ბიუჯეტის მიმართ და რა შეიძლება დავუშვათ გაკეთდეს, რომ იმისათვის, რომ ცნობადობა მოსახლეობისა კიდევ უფრო ამაღლდეს და შესაბამისად, რაც უფრო მომთხოვნი იქნება ხელისუფლების მიმართ, უფრო არსებით საკითხებზე ისაუბრებს მთავრობასთან საზოგადოება, მოსახლეობა, შესაბამისად, მთავრობაც იძულებული იქნება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ბიუჯეტს და არ განკარგოს ის მხოლოდ თავისი შეხედულებისამებრ. საინტერესო კითხვა და შეგახსენებთ ერთ ისტორიას. თუ გახსოვთ, ზუსტად წელი არ მახსოვს, არ მინდა რომ შეცდომა შევიდე, გიგი უგულავა იყო ქალაქის მერი, როცა წამოიწყო ესეთი ინიციატივა, დავგეგმოთ ბიუჯეტი ერთად. კი ბატონო, გახსოვს ნამდვილად, გახსოვს. ანუ ვითომ გაკეთდა რაღაც ესეთი საფოსტო ყუთები და სადაც წინადადებები უნდა, ასე ვთქვათ, ჩაყრილიყო და შემდეგ უნდა მომხდარიყო მათი გაანალიზება და ბიუჯეტში ასახვა. რა შედეგი მივიღეთ? პიარის გარდა არაფერი. და რატომ? იმიტომ რომ არ შეიძლება მილიონიანი კაცი ერთდროულად ბიუჯეტს ვერ დაგეგმავს. ეს წარმოუდგენელია. ეს სოციალურმა ჯგუფებმა უნდა გააკეთოს. ეს უნდა გააკეთოს იმ რაიონში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელიც აუცილებელია რომ ამ ფორმით იყონ შეკრებილები და არა მაპატიოს ყველა პოლიტიკური მიზანი არ უნდა. თუმცა ამხანაგობების ინსტიტუტის გახსოვს გიგი უგულავას მერობის პერიოდში. დიახ, და ამიტომ რომელიც შემდეგ რად გადაიქცა, ესეც გახსოვს. ხო, აი პოლიტიკურ ეს რომ არ გაკეთებული იყო ხომ ჯობდა. ნიჰილიზმი გამოიწვია და ასე ვთქვათ, მე არ მინდა ეხლა ამით ვინმე თავი შეურაცხყოფილა
კარგად იგრძნოს, მაგრამ ესე იგი ისეთი ინიციატივა, რომელიც სხვა პოლიტიკურ მიზნებს ისახავს, კლავს ძირითადად იმ კეთილშობილ იდეას. დღეს ეს იდეა მოკვდა პრაქტიკულად, ხო? აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ეხლა ამას დავბრუნდეთ, იმიტომ რომ ერთხელ ხელები დავიჭვით ამაზე, ხო? მე დღეს ეხლა უკვე შიშის თვალით უყურებენ ამას, რომ ისე ვიღაცა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს ამას. და აი ესაა უბედურება, ყველაფერში პოლიტიკა რომ ერევა. და არა ეს პოლიტიკა ახლა მე მინდა ესეთის თბილისის ბიუჯეტში არ უნდა იყოს ზუსტად განმარტებული რომ რა არის ფორს მაჟორი, რა შემთხვევაში შეიძლება დაიხარჯოს, რაზე უნდა იყოს სიტყვაზე ვამბობ სარეზერვო ფონდი გაგესა და ეს წინასწარ უნდა ვიცოდეთ და არა შემდეგ უნდა ხდებოდეს ინტერპრეტაცია. ეს იყო ფორს მაჟორი, არ იყო ფორს მაჟორი, ეს არა ვის რამდენი და როგორ რაფორმით უნდა დაეხმაროს. სამწუხაროდ ბიუჯეტში გვაქვს ისევ შავი ხვრელები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ხელისუფალნი ისე იყენებენ, როგორც მათ შავი ხვრელები კი არა, უფრო დავუძე თეთრი ლაქები, რომელსაც ინტერპრეტაციას უკეთებენ როგორც უნდა. სმენელი ყავს ხაზზე, შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში და შემდეგ გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მე ცხოვრობ ნუცუბიდის ბოლოში, საქართველოს ბანკთან. ყოველ წელს კეთდება აქ მიწისქვეშა კომუნიკაციების რემონტი, მაგრამ აქ ყოველ წელს ისე უხარისხოდ კეთდება, რომ მთელი ეს წყალი ეთყობა გამხდარი მილებია თუ რაღაცა მოდის ნიაღვარივით მდინარესავით. არც ერთი მას არ მოფიქრებია, რომ ენახა შედეგი რამდენად კარგ ადგილას გააკეთეს ეს საკანალი სადაც წყალი ჩადის ის არხები. ყოველ წელს ასია, ეს ერთი. მეორე დავით აღმაშენებლის ბოლოში მარჯანიშვილის მოედნიდან იქით მხარეს ახალი გარემონტებული ქუჩები და ბინები რომ არის. რომ გაივლით კანალიზაციის სუნია, როგორც ჩანს იქ მიწისქვეშა კომუნიკაციები უვარგესად გააკეთეს, უხარისხოდ. ამიტომ სტუმრებსაც მე აქაური მკვიდრი მოსახლეობად მემაწუთებს და სტუმრებს მithumedes. არადა ეს ყველაფერი კეთდება ტურისტებისთვის, ხო, რომ თვალში ნაცარი შევაყაროთ რა ლამაზები ვარ. ამიტომ კი ბატონო. აბსოლუტურად გასაღებია თქვენი შეკითხვა. მე კიდევ უფრო განვავრცობდი. სამწუხაროდ გვაქვს მაგალითები, როდესაც საბიუჯეტო სახსრების საკმაოდ მოცულობითი ნაწილი იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლითაც უნდა ისარგებლონ მოქალაქეებმა და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ მოქალაქეების უკმაყოფილებას გამოთქვავენ, ან მოუხერხებელია მათთვის შესაბამისი ესტაკადა იქნება ეს, არ ვიცი, ხიდი, გზა არ არის კარგად დაგებული, კომუნიკაცია არ არის სათანადოდ გამართული და აღმოჩნდება, რომ ეს სახსრები ფაქტობრივად წყალში გადაყრილი ფულია. ამ თემაზეც მინდა ვისაუბრო ჩვენ სტუმრებთან ერთად, ბუნებრივად თუ დაგვრჩება ამის დრო. კიდევ ერთი მსმენელი გველოდება ხაზზე, მასაც მოვუსმინოთ და შემდეგ უპასუხებთ ორივე შეკითხვას. მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში. გისმენთ. თქვენ სტუმრებთან მაქვს ესეთი მოკლე შეკითხვა, სპეციალისტები ჩანან მაღალი დონის და აი ამიხსნან, ესე იგი ქალაქის ბიუჯეტში, ხო? ესე იგი მთელი ის ბიუჯეტი, ესე იგი რამდენ პროცენტს ესე იგი ეხმარება ერთიან ფორმირებაში, ქალაქის ფორმირებაში და მერე რო ხდება ინტერაქტიულ რეჟიმში საკრებულოსთან ამისი დამტკიცება, რა პრინციპით ნაწილდება, ესე იგი სხვადასხვა სოციალური დაწყებული ინფრასტრუქტურა და დამთავრებული, ესე იგი ეს სექტორები. ეს ფული. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვებისთვის. გისმენთ. პირველ სტუმართან დაკავშირებით კომენტარს გავაკეთებ. სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის კვალიფიკაციასთან საქმე. ანუ სატენდერო დოკუმენტაცია არ კეთდება იმდენად კვალიფიციურად, რომ შემდეგ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვეღარ ედავება სახელმწიფო სექტორი. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა. ტენდერი გულისხმობს იმას, რომ იმარჯვებს ის კომპანია, რომელიც ყველაზე იაფად შესთავაზებს მომსახურებას იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე და შესაბამისად ვიღებთ სწორედ ასეთ უხარისხო შედეგს. ანუ სახელმწიფო შესყიდვებშიც ამ თვალსაზრისით გვაქვს გარკვეული პრობლემა. სატენდერო თუ იქ შესაბამის ხარისხს არ მიუთითებს, რა შედეგზე გინდა გახვიდე, რამდენი ხანით რა ვალდებულებები. ეს არის იმდენად
კარგადასაგეგმის სპეციალისტების მიერ, რომ მე შეიძლება სატენდერო დოკუმენტაცია შეადგინოს უბრალოდ ადამიანმა, რომელმაც იცის ტენდერის დოკუმენტის შედგენა და პროფესიონალური დოკუმენტაციით. ამ საქმეს კარგად ვიცნობ, ჩემი მიზეზს დაიწყო ეს შესყიდვებისა და ეს კანონმდებლობა და სამწუხაროდ ბოლოს შეტანილი მამსვლელებმა და ამ ელექტრონულმა აუქციონებმა მიიღო ის, ასე ვთქვათ, შედეგი მოგცა, რომ პირამიდის თამაში დაიწყეს ორგანიზაციებმა. ანუ რა მაქვს ხედველობაში, ფინანსური პირამიდა. იმდენად დაბალ ფასებს იგებდნენ ტენდერებში, რომ მომავალ ტენდერში გამარჯვებით ფარავდნენ და ეს ასე უწყვეტ იმ რეჟიმში სად გაწყდებოდა ეს ისა არ იცოდნენ. აქედან გამომდინარე, ამან რა თქმა უნდა დააზიანა ხარს, იმიტომ რომ მსოფლიო ბანკს აქვს გამოცდილება შესყიდვების მსოფლიოს 200 ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აკვირდება და იმს არ თulis, რომ ფასი არის გადამწყვეტი. არ თulis. ჩვენ მარტო ფასი, ჩვენ ხომ ყველაფერი გავამარტივეთ, ჩვენ მაშინ ყველაფერი ის გვინდოდა რომ სწრაფად, იაფად და უხარისხოთ ხო. მივიღეთ მართლა ეს ხრუშოვის ლოზუნგი, სწრაფად, იაფად, უხარისხოთ. და ეს არის შედეგი იმისა, რომ გაკეთებული საქმე მეორე წელს ისევ ხელახლა გასაკეთებელი ხდება და ამაზე ეს არაეფექტურად თანხების ხარჯვა მე არ ვიცი. აი ეს რა შეიძლება ერთი ის მინდა კიდევ იმასთან დაკავშირებით, თქვა მეგობარმა რაც ბრძანა. რა არის იცით, ეხლა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი სამწუხაროდ ჩვენ ყოველთვის პატრონის იმედზე ვართ და იცი რა ავირჩიეთ ეს საკრებულო, ავირჩიეთ მერი და მათ ვენდობით, ასე ვთქვათ და მათ როგორც უნდათ ისე დაგეგმავენ ამ ბიუჯეტს. და არა ვართ ჩართულები ამ ბიუჯეტის თვითონ ფორმირების პროცესში. აი მე რაზედაც ვსაუბრობდით, ეხლა დასაწყისში რომ აქ არის აქტიურობა, თავშია აქტიურობა საჭირო. გვიან მე ბოლოს უკვე გვიან არის ის უკვე კანონის ზალა აქვს იმას და იქ რაიმე ცვლილება უკვე ძნელია და გარკვეულწილად დარღვევებსაც იწვევს და ამიტომ ისა რა ქვია ჩხუბის შემდეგ ხელების ქნევას გავს ეს ხალხი იტყვის ალბათ რომ მათ აირჩიეს საკრებულო როგორც ქალაქის ადგილობრივი მთავრობის მაკონტროლებელი ორგანო და სწორედ საკრებულომ უნდა მოახდინოს გაკონტროლება იმისა თუ რამდენად სწორად გაწერა ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრიორიტეტები ადგილობრივ ბიუჯეტში. გეთანხმებით, მაგრამ ადგილობრივი დეპუტატები რას აკეთებენ? აი ეს არის ყველაზე მთავარი. დეპუტატები უნდა ამუშავდნენ და ადგილობრივმა მოსახლეობამ მარტო არჩევნებზე კი არ უნდა მისცეს ხმა ამ დეპუტატს. ეს დეპუტატი უნდა დატვირთონ და დახუნჯლონ იმ პრობლემებით, რომელიც რომლის დეპუტატ ინტერესსაც ის წარმოადგენს. მეტი ფუნქცია მას არ აქვს. ანუ ნებისმიერმა ამომრჩეველმა საკუთარი ხმის უფლების დაცვაზე უნდა იფიქროს არა მხოლოდ არჩევნების წინ ან არჩევნების პერიოდში, არამედ არჩევნების შემდეგაც აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ ჩვენი ერთი ხმისთვის შესაბამისი საზღაური გაკეთებული საქმეები. ჩვენ ხო არჩევნებამდე ხდებიან მოქალაქეებს და მათი კომუნიკაცია არის შეუძლებელი. ყოველ დილას ჩვენ რო გავდივართ და პურს რომ ყიდულობთ, რომ ვიხდით 90 თეთრს. იქიდან 15 თეთრს ვიხდით ბიუჯეტში, დღეგის სახით. ყოველ დილას ჩვენ ამ პურის მიმით ვიხდით ბიუჯეტში გადასახად. აქედან ესე პური ჩვენი არსობისა, ხო? იქაც სახელმწიფოა იმაში წილში და ეს არის გადასახადის ის რა ქვია წყაროდაც და მე. აქედან გამომდინარე სრული უფლება გვაქვს. რომ მოვითხოვოთ ის ჩვენი პურის ფულიდან გადახდილი ესე როგორი ხარჯებოდა როცა სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო მოქალაქე და ბიუჯეტი მოკლედ გავარკვიოთ რომ მოქალაქე ჩართულია ბიუჯეტში არა როგორც ბიუჯეტის ერთ-ერთი შემავსებელი საკუთარი გადასახადებით არამედ უნდა იყოს როგორც ბიუჯეტის ერთ-ერთი დამგეგმარებელიც ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს ქეთი კრიალაშვილი ვაჟა კაპანაძე იყვნენ ჩვენთან ერთად გადაცემა საქმე დღეს ამით დასრულებულია ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით დროებით